ოზურგეთში დიდ თოვლობამ და ყინვამ ციტრუსის მოსავალი დააზიანა. მოსახლეობას ბაღების თითქმის 70% დაუკრეფავი დარჩათ. დაკრეფილ მანდარინზე კი 30 თეთრი და პლუს 15 თეთრიანი სუბსიდირება, რომელსაც სახელმწიფო გაიღებს, მათთვის ვერაფერი შეღავათია. ხეზე მოუკრეფავია, თოვლმა მოგვისრო, ხო და რა ვქნათ მითხარი, ჩვენ სოდოა ვართ. არც წამლის ფული გვინდა, ჩატანის ფული გვინდა, მოკრეფის ფული გვინდა, ბავშვები ყავს, ბანკში პროცენტის გადასახადი და რა გაგვჩება ჩვენ მითხარი, იმფერი ცოდვა დღეში ვართ, აღარ ვიცი მეტი რა ვქნათ. მოსახლეობის გულის ტკივილი დღეს დეპუტატებმა გაახმიანეს და საკრებულოს თავმჯდომარისთან ზარალის კომპენსაციის საკითხი დააყენეს. ნაზარალევ ციტრუსზე კომპენსაციის საკითხს ხულად მოსაგვარებლად მიიჩნევს საკრებულოს თავმჯდომარე ავთო სურგულაძე და ამბობს, რომ ვერაფრით მოხერხდება. მერიაში და სხვაგან გაიყინა ციტრუსი და რომელსაც ადამიანები ალბათ მოითხოვენ კომპენსაციას, იმიტომ რომ ალბათ 80%, 70% გაყინული არის და თუ ჩვენ მივეხმარებით ადამიანებს, უკეთესი იქნება გაყინული მანდარინის ან კომპენსაციის სახით. იმ შემთხვევაში თუ დავიწყებთ ჩვენ მაგას კომპენსირების თემას, იქ გამოჩნდება, რომ ფაქტობრივად ვინც რეალიზება გაუკეთა ადგილზე, ისიც სიტყვის რომ იცი დამიპა გადავყარი ამდენი იყო და დამეხმარე და რაღაცა და ამიტომ მეთოდი, სწორი მეთოდი, ზუსტი მეთოდი ამ კომპენსირების გაცემის ამ წუთში მიუღწეველია და ამიტომ ფაქტურად თავს იკავებს მთავრობა კომპენსაციებს. ციტრუსთან მიმართებაში კომპენსაციის თემა დახურულია. გლეხებს სახელმწიფო წელს 15 თეთრიანი სუბსიდირების იმედად ტოვებს.